სამი ფაქტი გერმანიის შესახებ. პირველი. გერმანიაში 5 წუთიანი დაგვიანებაც კი ითვლება დანაშაულად. შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი ძალიან დაიბოღმოს, განცხადება დაწეროს, გიჩივლოს და შესაძლოა რომ ამ 5 წუთის გამო ხელფასიც კი დაგაკლონ. მეორე. კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილია. გარდა ბენზინგასამართი სადგურების პატარა კიოსკებისა. და მესამე. ჩემი საყვარელი ფაქტი გერმანიაზე. გერმანიაში შეგიძლია რომ გამოყენებული ბოთლები, როგორც პლასმასი, ისე შუშა და ასევე Red Bull-ისა და მსგავსი რკინის ქილები დააბრუნო მაღაზიაში და მიიღო თანხა მათ სანაცვლოდ. მახსოვს გერმანიაში ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, საკმაოდ დაბალი იყო ჩემი მაშინდელი ხელფასი. პრინციპში ხელფასი არც იყო, ეს იყო რაღაც თაშენგელდი ჯიბის ფული, რასაც მე ვიღებდი და რა თქმა უნდა, ხშირად იყო ხოლმე სიტუაციები, რომ ფული არ მქონია. ოღონდ მართლა არ მქონია ფული და სახლში მომიძებნია ჩემი დაგროვილი ბოთლები მომიკრეფავს და წამიღია მაღაზიაში და ამიღია 10 ან 15 ევრო, რითიც შემდეგ მეგობრებო მიყიდია სნეკები ან არ ვიცი, შეგიძლიათ რომ როგორც ქვით არის, ქვეთრი სახით აიღოთ ეს თანხა და მაღაზიაში პროდუქტების შეძენის დროს გაატაროთ და თქვათ რაც გაქვთ ამ ქვითარზე თანხა აღებული იმ ქვითარს დაგექვითავენ, ან შეგიძლიათ არ გამოიყენოთ და უბრალოდ ქვითარი მიიტანოთ და უთხრათ რომ ქეშის აღება გსურთ ხელზე. დამიწერეთ კომენტარებში რომელი იყო თქვენი საყვარელი ფაქტი გერმანიის შესახებ და რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. Bye!